ერთი მეორესთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, დიპლომატიაში პირად კავშირებს და პირად ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებული ურთიერთობა ყოველთვის ახასიათებდა სომხეთისა და საფრანგეთის ურთიერთობებს, მაგრამ ეხლა ვითარება შეიცვალა რა კუთხით, იმიტომ რომ ადრე ეს ყოველთვის გამოიყენებოდა იმისთვის, რომ თქვათ დაძაბულიყო ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ ეხლა ნორმალიზება ხდება ურთიერთობების აზერბაიჯანსა და საფრანგეთთანაც, შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ეხლა გაფორმდა სომხეთსა და საფრანგეთს შორის, ის ხელს უწყობს და არა უპირისპირდება სამშვიდობო პროცესს, რაც თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ეს ასევე განაპირობებს იმას, რომ და იმაზე მიუთითებს, რომ პაშინიანის როგორც ლიდერის სჯერავთ ევროპელ ლიდერებს, ისინი აფასებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს პაშინიანი, ყურადღებით არა მარტო ჩვენ, მე და თქვენ და ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ ევროპელებმაც ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდნენ იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც აწარმოებდა ნიკოლ პაშინიანი კრემლში, პუტინთან და რა დემოკრატიის გაკვეთილები ჩაუტარა მას, დიდი სიამოვნება იყო ამის ყურება და პრინციპში ამის ყოველივის შედეგად მიაჩნიათ შეუქცევადად ევროკავშირის მიმართულებით სომხეთის შემოტრიალება და ევროინტეგრაციის კურსის გაძლიერება. ამ კონტექსტში ისმის კიდევ ერთი კითხვა, სურათი, რასაც ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით ვუყურებთ. იძლევა თუ არა საფუძველს თქვათ, რომ აი საქართველოს ჩვენს რეგიონში ანაცვლებს სომხეთი, ანუ შეუძლია სომხეთს რეგიონში ჩვენი როლის და ფუნქციის შეცვლა, საქართველოს ჩანაცვლება ასეთი მარტივია? არა, ბოლომდე რა თქმა დასმაც არ არის თვალ. მე მგონი ბოლომდე ეს სწორედ დასმული კითხვაც არ არის, მაგრამ პრინციპში მე მესმის კონტექსტი თქვენი კითხვის და მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს, იმიტომ რომ გეოგრაფიას და გეოპოლიტიკას ვერავინ ვერ უარყოფს და ეს ყველაზე კარგად ესმით თვითონ სომხებს. გაიხსენეთ ევროპარლამენტში ნიკოლ პაშინიანის გამოსვლა, რომელიც იქ მოგვევლინა საქართველოს ადვოკატთან, ევროკავშირთან ურთიერთობებში. და სომხეთს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოსთან ერთად გაცილებით უფრო სწრაფად გაივლის ევროპამდე გზას, ვიდრე საქართველოს გარეშე. და ასევე ჩვენც გვესმის ეს, რომ ხელ-ხელ ჩაკიდებულები ჩვენ ორნი გაცილებით უფრო წარმატებულები ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე. უბრალოდ დღეს ამის გამბედაობას და ამის პოლიტიკურ ხედვას და ამის პოლიტიკურ ნებას ავლენს სომხეთი და სამწუხაროდ ჩვენ დაკავებული ვართ, ჩვენი მთავრობა და პარლამენტი, განსაკუთრებით პარლამენტის სპიკერი, იმით რომ აბსოლუტურად ანტიევროპულ რიტორიკას აძლიერებს გამოსვლიდან გამოსვლამდე და რა თქმა უნდა, ევროპელები ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, ამას ძალიან განიცდიან, იმიტომ რომ ეს პრინციპში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ახლა თქვენ თუ დააკვირდით, პაპუაშვილის გამოსვლებზე საერთოდ პასუხი არავის არ გაუწია ევროკავშირში, იმიტომ რომ ეხლა ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან ძალიან სასაცილოდ ჟღერს. ეს უბრალოდ ჩვენმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ეთყობა ბატონ შალვა პაპუაშვილს დაავიწყდა რა იყო საბჭოთა კავშირი იმ ტროიკებით, მილიონობით ხალხის დახვრეტა სარდაფებში, გადასახლება, გასახლება, მკვლელობები და ასე შემდეგ და ის რომ საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც მართავდა პოლიტბიუროს 15 წევრი. და ეს 15 წევრი არ წარმოადგენდა 15 საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას. არამედ იქიდან დაშვებული, ანუ გადაწყვეტილებები ავტომატურად იყო მიღებული და გაზიარებული და ხორციელდებოდა ყველა რესპუბლიკაში. ამიტომ SSRK არ იყო არც საბჭოთა, არც სოციალისტური, არც რესპუბლიკების და არც კავშირი. ბატონო ვალერა, სწორედ იმ კონტექსტში რა ღრმა კონფრონტაციაც შეიქმნა ბეოსელსა და ქართულ ოცნებას შორის და იმ კონტექსტშიც რა სურათსაც ვხედავთ, რა თავყრილობასაც ვხედავთ ერევანში, კიდევ ერთხელ აქტიურდება კითხვა, აი ჩვენ საქართველოს სად ვართ მასში, როდესაც ევროკავშირს სომხეთთან პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე ახავს. აი თქვენ იცით, რომ ერევანში გამართულ სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძეც მონაწილეობდა და თქვენ გეოგრაფია ახსენეთ და
როგორც ირაკლი კობახიძემ დაკავშირებადობის თემაზე გამართული დისკუსიისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით შავ ზღვასთან არაერთ ქვეყანას აკავშირებს, ანუ საქართველოს ხელისუფლება ხაზს უსვამს სწორედ საქართველოს გეოგრაფიას და რეალურად ამბობს იმას, რომ საქართველოს გარეშე არანაირი შუა დერეფანი არ გამოვა. აი ამ კონტექსტშიც მინდა კითხვის დასმა, ის რომ საქართველოს თავისი ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ის რომ დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპას ვჭირდებით. აი რამდენად ნიშნავს იმას, რომ იმის მიუხედავად დემოკრატიულობის რა ხარისხია ჩვენს ქვეყანაში, მაინც მიგვიღებენ და თანამშრომლობას მაინც დაიწყებენ. თანამშრომლობას გააგრძელებენ, ოღონდ არ მიგვიღებენ. იმიტომ რომ სავსებით მართალია ბატონი ირაკლი კობახიძე, როდესაც ლაპარაკობს იმას, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა ჩვენ ადგილმდებარეობას ვერავინ ვერ შეცვლის, ვერავინ ვერ უარყოფს, აბსოლუტურად ამაში მართალია, ოღონდ ეს ქართული ოცნების დამსახურება არ არის. ეს არის ჩვენი წინაპრების დამსახურება, რომელსაც უზრუნველყეს ის შენარჩუნება საქართველოსი, ამისთანა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გარემოში და ამისთანა გეოგრაფია მოგვცეს ჩვენ. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენი უპირატესობები გამოვიყენოთ სრულფასოვნად, თლიანად აუმოქმედოთ ეს ამოუწურავი პოტენციალი სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფნის და ასე შემდეგ, ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან ბუნებრივი და კარგი კავშირები არა მხოლოდ აღმოსავლეთთან, არამედ დასავლეთთან და პირველ რიგში 500 მილიონიან ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე მიმზიდველ ევროკავშირის ბაზართან და მასთან ასოცირებული ქვეყნების ბაზართან, როგორიც არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია და ასე შემდეგ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ დიდი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებით არიან დაკავშირებული მასთან. თუ ჩვენ არ გვექნება სტრატეგიული თანამშრომლობის სერიოზული ხარისხი ამ ქვეყნებთან, მაშინ ჩვენ ბოლომდე ვერ ვისარგებლებთ იმ ამოუწურავი პოტენციალით, რომელიც ჩვენ ხელში გვაქვს ამ ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის შედეგად. და ზუსტად ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ დღეს ნდობა ჩვენი ევროპელი პარტნიორებიდან დავკარგეთ. ანდა როგორ შევინარჩუნებთ ამ ნდობას, როდესაც ისმის ასეთი შეფასებები ევროკავშირის მიმართ, როგორც ჩვენ გვესმის, იგივე ბატონი შალვა პაპუაშვილისგან და შესაბამისად, ვიდრე აი 4 საკვანძო მიმართულებით, ხომ? ეს 4 საკვანძო მიმართულება შეიძლება ჩვენ 4 სიტყვაში ჩამოვაყალიბოთ. ეს არის არჩევნები, კანონები, პატიმრები და ანტიევროპული პოლიტიკა. აი ამ 4 მიმართულებით თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის და თუ არ გამოამჟღავნა მთავრობა მზადყოფა იმისთვის, რომ მოძებნოს კომპრომისები და სხვათა შორის ამ კომპრომისების მოძებნა არის საჭირო არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ველზე, არამედ შიგნით, შიდა პოლიტიკურ გარემოშიც, იმიტომ რომ ეს ნაპრალები, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, კი არ უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს, არამედ უნდა ამოივსოს და უნდა გაქრეს. სხვაგვარად ჩვენ ვერ გავხდებით, ვერ დავბრუნდებით ევროინტეგრაციის გზაზე სრულფასოვნად. შესაბამისად, ეს ყოველივე არის გასაკეთებელი ჩვენი. ეხლა ხშირად გვესმის ჩვენ, რომ ბატონი ირაკლიც ამბობს ამას, რომ აი ჩვენ შანტაჟის ენას არ დავემკვიდრებით, ეს შანტაჟის ფონზე ჩვენ არავითარ ყურადღებას ამას ყოველივეს არ ვაქცევთ. ეს არ არის არავითარი შანტაჟი. ეს არის ის, რომ ჩვენ ვინაიდან ჩვენ თუ გსურს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ უნდა მივიღოთ შესაბამისი თამაშის წესები, რომელიც არის ამ ორგანიზაციაში. კი ბატონო, თუ ჩვენ არ გვინდა იქ გაწევრიანება, მაშინ შეიძლება არ მივიღოთ და არც არავინ დაგველაპარაკება. სტრუქტურების წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოწოდებებზე, რაც ისმის ქართული ოცნების მისამართით ჩვენ ისევ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ევროპარლამენტმა, უბრალოდ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე მორიგი ანგარიში მიიღო, დღეს ეყარა კენჭი ამ დოკუმენტს და დამტკიცდა კიდეც, თუმცა ამაზე რამდენიმე წუთში იქამდე აი სომხეთში გამართული სამიტის თემა მინდა ამოვწუროთ და კიდევ ერთი მიმართულება, რამაც ამ სამიტის ფარგლებში მიიქცია ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ყურადღება, იცით რომ სრულიად მოულოდნელად სწორედ ამ სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის
შეხვედრა ვიხილეთ და აი ზუსტად ამაზე მინდა ახლა თქვენი შეხედულება, თქვენი სათქმელი გვითხრათ, მათ შორის რამდენიმე წუთიანი კომუნიკაცია შედგა, რასაც გამოლაპარაკებაც შეიძლება დავარქვათ. აი გითხარით იმ არასახარბიელო სიტუაციაში, რა სიტუაციაც არსებობს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. თქვენი აზრით, რა უნდა ეთქვა ზელენსკის კობახიძისთვის, კობახიძეს ზელენსკისთვის და რაზე მეტყველებს მათი გამოლაპარაკების ფაქტი? სხვათაშორის უნდა ვაღიარო, რომ მე არ ველოდებოდი, რომ ეს შეხვედრა შედგებოდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. სავარაუდოდ არც არავინ ელოდა. ხო, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, მაგრამ როდესაც მე ვფიქრობ, რატომ და რისთვის შეხვდა ერთმანეთს ორი დელეგაცია, მე რამოდენიმე დასკვნამდე მივდივარ. ნუ პირველი მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი კარგია რომ ეს შედგა. ვფიქრობ, რომ ის რაზეც ილაპარაკეს დაახლოებით კარგად არის აღწერილი ორივე მხრიდან, რომ ის იყო ზოგადი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები და გავამყაროთ, ასე ვთქვათ, დაუბრუნდეთ მეგობრულ პარტნიორობას და ასე შემდეგ. გასაგებია, რატო სჭირდებოდა ეს ზელენსკის, იმიტომ რომ ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია და აინტერესებს ურთიერთობა ყველა პოტენციალურ პარტნიორთან, ხოლო საქართველოსთან, რა თქმა უნდა, უკრაინას აკავშირებს მრავალწლიანი ან მრავალსაუკუნოვანი თუ გნებავთ ძალიან განსაკუთრებული ქიმიით, ასე ვთქვათ, შემკული ურთიერთობა. თუმცა ამის საჭიროება ზელენსკის ომის ამდენწლიან პერიოდში არ დაუნახავს და აი ეს მოხდა სწორედ ახლა. ეხლა ეს მოხდა, კი, ნამდვილად და ალბათ მე ამას ვხედავ მხოლოდ ამ მოტივს, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოა, რატო დათანხმდა ქართული მხარე ამ შეხვედრას და დათანხმდა როგორც ბატონმა ირაკლი კობახიძემ აღიარა თვითონ მყისიერად. ჯერ ერთი მე ვფიქრობ, რომ ბატონი ირაკლი თვითონ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, ალბათ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული თბილისში და რაღაც ერევნიდან გადმოირეკა თბილისში ვისთან? ეს როგორც მინიმუმ. გასაგებია ახლა ვისთან დარეკავდა ახლა ისე პრინციპში ინსტიტუციონალურად ნომერ პირველი პირი საქართველოში არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამისთანა სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილება და ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება. ნამდვილად ბატონი ირაკლი თვითონ დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. მიანიშნებთ ბიძინა ივანიშვილზე, ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ეს მე მკარნახობს შემდეგს, რომ მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების წიაღში დაიწყო გადააზრება ასე ვთქვათ, რუსეთის როლისა და გავლენის პოტენციალის ასე ვთქვათ, მოცულობის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. ანუ კარგად ხვდებიან, უკვე ვფიქრობ ქართულ ოცნებაშიც და ალბათ პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ თუ ვინმეს აქვს პირველ წყაროდან ინფორმაცია მათ შორის ოლიგარქიულ წრეებიდან ეს არის ბატონი ბიძინა, რუსეთი სუსტდება, მისი გავლენის ხარისხი მცირდება და შესაბამისად არის უკვე დრო, რომ მოხდეს საგარეო პოლიტიკის რესტრუქტურირება და რაღაც მანევრების. მაშინ რა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო რუსეთის პოტენციალის გადააზრება და რა შეიძლება შეიცვალოს მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში. აი თვითონ ირაკლი კობახიძე და მინდა რომ მისი პოზიცია რა განცხადებებიც გაკეთდა ზელენსკისთან შეხვედრაზე გავახსენოთ მაყურებლებს, ის ამბობს, რომ ზელენსკისთან აუდიენცია იყო მეგობრული და საინტერესო, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ის მედიასთან ამ თემას. საქართველოს პრემიერმა დღეს უკვე ერთი მხრივ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ამავე დროს კი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია უკრაინასთან არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები, მათ შორის ხელისუფლებებს შორის. ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველა გონივრული ნაბიჯი შეიძლება გადაიდგასო. დღეს ესეც კი თქვა ირაკლი კობახიძემ. შესაბამისად, რა შეიძლება შეიცვალოს ორი ქვეყნის და ორი ქვეყნის ხელისუფლებების ურთიერთობაში და აი რა შეიძლება იყოს თქვა ის გონივრული ნაბიჯები, რისი გადადგმაც შეიძლება მოუწიოს ერთი მხრივ თბილისს და მეორე მხრივ კიევს. აი თუ ჩვენ ეს ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, თუ ეს ნამდვილად არის სახეზე, მაშინ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ უკრაინის ელჩს თბილისში და საქართველოს ელჩს კიევში. და შემდგომ შეიძლება სხვა ნაბიჯებიც მოყვეს ამას, მაგრამ ეს კიდევ სანახავია.